2026 წლის დასაწყისი ისე არ წარიმართა, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ დაგეგმილი. უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა ყოველდღიური შორ-მანძილზე დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, როგორც რაოდენობის, ასევე მიყენებული ზიანის თვალსაზრისით. ფრონტის ხაზზე ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის ოლქის საზღვარზე უკრაინის კონტრშეტევამ გავრცელებული ინფორმაციით უკან დაიბრუნა 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი მნიშვნელოვანი ტერიტორია. თითქოს უკრაინის ეს და სხვა წარმატებები არ კმაროდა მის ცხობიდან გამოსაყვანად, ახლა პუტინს ახალი თავის ტკივილი გაუჩნდა: გეგმავი ბომბები. უკრაინა იყენებს მირაჟ 2000 გამანადგურებლებს, რომ ფრონტის ხაზსა და ახლო ზურგში რუსულ პოზიციებზე AASM ჰამერის გეგმავი ბომბები ჩამოაგდოს. დავაკვირდეთ უახლეს უკრაინულ ინოვაციას, როგორც ცვლის ომის დინამიკას და რატომ შეიძლება პუტინი უძლური იყოს მის შეჩერებაში. 2026 წლის თებერვლის ბოლოს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აგდებს უკრაინული მირაჟ 2000-ის გამანადგურებელი AASM ჰამერის გეგმავ ბომბებს რუსულ პოზიციებზე. პირველად დადასტურდა, რომ უკრაინული მირაჟები ფრონტის ხაზზე შეტევით მისიებში გამოიყენება. გასულ წელს უკრაინის მირაჟების მცირე ფლოტი ძირითადად თავდაცვით საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან ნაწილად გამოიყენებოდა. ისინი იცავდნენ უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას ფრონტის მიღმა. ცდილობდნენ ჩამოეგდოთ რუსეთის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები ინფრაწითელი და რადარით მართვადი ჰაერი რაკეტებით. ეხლა უკრაინა მათ შეტევისთვისაც იყენებს. მათი გამოყენების ეს ევოლუცია იმავე ტენდენციას იმეორებს, რასაც უკრაინის არსენალში არსებული სხვა დასავლური გამანადგურებლები, Lockheed Martin F-16-ები. ბელგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ უკრაინას F-16 გამანადგურებლები გადასცეს. 2025 წლის ბოლოსთვის უკრაინის საჰაერო ძალებმა მიიღეს მინიმუმ 38 თვითმფრინავი. 24 ნიდერლანდებიდან და 14 ნორვეგიიდან, ნორვეგიული თვითმფრინავები კი ძირითადად სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყენებოდა. დანიამ დამატებით 19 და ბელგიამ 30 თვითმფრინავი დაანონსეს, რომელთაგან ზოგიერთი სავარაუდოდ უკვე მიწოდებულია, ხოლო დანარჩენების მიწოდება 2026 წელს არის დაგეგმილი. მირაჟ 2000-ების მსგავსად პირველი F-16-ები ძირითადად ქალაქების თავზე თავდაცვითი საჰაერო პატრულირებისთვის გამოიყენებოდა რამდენიმე თვე. მას შემდეგ რაც ამერიკული გამანადგურებლები უკრაინაში 2024 წლის აგვისტოში ჩავიდა. ხოლო მას შემდეგ, რაც უკრაინის F-16-ების ფლოტი რამდენიმე ათეულ თვითმფრინავამდე გაიზარდა, დაიწყო მათი გამოყენება შეტევითი ბომბ-დამშენი რეიდებისთვის, ამერიკული წარმოების ფრთოსანი რაკეტებითა და მაღალი სიზუსტის გეგმავი ბომბებით. მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინამ თავისი მირაჯებიდან ზოგიერთი შეტევით ოპერაციებში გამოიყენა, უფრო დიდი რაოდენობის მიწოდების მოლოდინის გარეშე, განსხვავებით იმასთან, როგორც F-16-ებთან მოიქცა. ის თუ როგორ იყენებს უკრაინა ამ ორი ტიპის თვითმფრინავს შეტევითი ოპერაციებისთვის, განისაზღვრება იმ იარაღის ტიპით, რომელსაც ისინი იყენებენ თავდასხმებში. უკრაინის F-16-ებს ერთდროულად 8-მდე GBU-39B მცირე დიამეტრის ბომბის SDB გადატანა შეუძლიათ. GPS-ითა და INS-ით მართვადი ეს ბომბები 285 ფუნტს იწონის და მაღალი სიმაღლიდან ჩამოგდებისას 40 საზღვაო მილამდე მანძილზე აღწევს. აშშ-მ დაამტკიცა AGM-154 Joint Stand-off Weapons, ანუ JASOS, გეგმავი ბომბების გამოყენება უკრაინის F-16-ებზე 2024 წლის სექტემბერში, მაგრამ ჯერ უცნობია, გამოიყენებენ თუ არა. ტექნიკურად უკრაინის F-16-ებს შეუძლიათ AGM-158 JASM ჭკვიანი ბომბების თარება, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა. ეხლა უკრაინის მირაჟებსაც შეუძლიათ მოდიფიცირება GBU-29-ებისა და JDAM-ების თარებისთვის, რაც კიდევ ერთი ამერიკული მართვადი გლაიდ ბომბია. ამ ეტაპზე ისინი ფრანგულ გეგმავ ბომბს იყენებენ. გაიცანით AASM ჰამერი. AASM ნიშნავს Armament Airsoil Modulus, Hammer კი Highly Agile Modular Munition Extended Range. როგორც სახელიდან ჩანს, ეს არის ნებისმიერი ამინდისთვის განკუთვნილი ჭკვიანი საჰაერო ზედაპირული დისტანციური იარაღი. ფრანგული კომპანია Safran Electronics and Defense-ის მიერ შექმნილი ეს იარაღი განკუთვნილია როგორც ახლო საჰაერო მხარდაჭერის, ისე ღრმა დარტყმის მისიებისთვის. ჰამერი საფრანგეთის საჰაერო და საზღვაო ავიაციის შეიარაღებაში 2007 წელს შევიდა. მის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა დიდი მოქნილობა, რაც საშუალებას აძლევს გამოიყენონ სხვადასხვა ზომის ბომბებთან, მათ შორის 275, 550, 1100 და 2200 ფუნტიანი. სისტემის მოდულურობა ბომბებზე სხვადასხვა დამიზნების და ძრავის სისტემების მიმაგრების საშუალებას იძლევა, რაც საჭიროების შემთხვევაში ზრდის მოქმედების რადიუსს და აუმჯობესებს სიზუსტეს.
არსებობს სამი ძირითადი ვარიანტი. საბაზისო ვარიანტი SPU-38 აერთიანებს ჰიბრიდულ ინერციულ სანავიგაციო სისტემას GPS-ის დამიზნებასთან ერთად. დამიზნების სისტემა ჩვეულებრივ ბომბს ჭკვიან მართვად ბომბად გარდაქმნის, რაც მას ყველა ამინდის პირობებში მუშაობის საშუალებას აძლევს და უზრუნველყოფს სავარაუდო წრიულ ცდომილებას, ანუ CEP-ს, დაახლოებით 33 ფუტის რადიუსში. SPU-54 საბაზისო SPU-38-ის ნახევრად აქტიურ ლაზერულ დამიზნებას ამატებს. ეს საშუალებას აძლევს საბრძოლო მასალას მიხვეს ლაზერით მონიშნულ ობიექტებს, რაც მოძრავ სამიზნეებზე ბევრად უფრო ზუსტი დარტყმის შესაძლებლობას იძლევა. SPU-54 შეუძლია იმუშაოს როგორც დღის-დღისით, ისე ღამით და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სიზუსტე დინამიკურ საბრძოლო გარემოში. SPU-64 SPU-38 ANS და GPS ფუნქციებს გამოსახულებაზე დაფუძნებულ ინფრაწითელ დამიზნებასაც უმატებს. ეს ვარიანტი საბრძოლო მასალას აძლევს საშუალებას სამიზნე ტერიტორიაში ადაროს მეხსიერებაში შენახულ გამოსახულებას, რაც უზრუნველყოფს ზუსტ დარტყმებს დღისით, ღამით და სხვადასხვა გარემოსა და ტიპის მისიებში. უცნობია ჰამერის რომელ ვარიანტებს იყენებენ უკრაინის მირაჟ 2000-ები, თუმცა ალბათ ეს სამივე ვარიანტია. ჰამერის ვერსიები ეფექტურია როგორც ახლო საჰაერო მხარდაჭერისთვის, ასევე ღრმა დარტყმებისთვის, რადგან მისი გაშვება უსაფრთხო მანძილიდან არის შესაძლებელი და თვითმფრინავი უსაფრთხოდ რჩება რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიღმა. სამივე დაახლოებით 53 მილის სიგრძისაა. სიგრძე 10 ფუტზე მეტია, დიამეტრი 1 ფუტი, ფრთების შლილი 2.5 ფუტზე მეტი. უცნობია რა ზომის საბრძოლო თავაკებს ამაგრებს უკრაინა ჰამერებზე. სავარაუდოდ უმეტესობა 550 ფუნტიან ვარიანტს იყენებს, რადგან ის ყველაზე ხშირად გამოიყენება უძრავ სამიზნეებზე. და სულ მცირე ამ ეტაპზე სწორედ ასეთი ტიპის სამიზნეებს ესვრის უკრაინა თავის ჰამერებს. ომმა უკრაინაში თანამედროვე ომის წესები შეცვალა. FPV და ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების ფართო გამოყენებამ ფრონტის ხაზების მკაფიო განსაზღვრა გააუქმა. შეიძლება დასრულდა ის დრო, როცა ორი გამაგრებული ბატალიონის შორის ნეიტრალური ზონა არსებობდა. უკრაინის ბრძოლის ველებზე დრონების დახმარებით უკრაინულ ძალებსა და რუსებს შეუძლიათ დაიკავონ პოზიციები ერთმანეთის წინა ხაზებს მიღმა. დრონებით მომარაგება შესაძლებელს ხდის ამ პოზიციების შენარჩუნებას, მაშინაც კი, როცა სახმელეთო მომარაგების ჯაჭვი უკვე გაწყვეტილია. დრონები იმასაც ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ ვერცერთ პოზიციაზე იქნები, თუნდაც წინა ხაზიდან 20 მილამდე. სინამდვილეში ძველი კონცეფცია ახლო ზურგის, საიდანაც წინა ხაზის ძალები იმართება და მარაგდება, ქრება. ახლო ზურგი ლოგისტიკურ ზონად და ფრონტის ხაზის აქტიურ ნაწილად გადაიქცა. და სწორედ აქ აქვს უკრაინის მირაჟდან ჩამოგდებულ მგეგმავ ბომბებს ყველაზე დამანგრეველი ეფექტი. ეს ლოგისტიკური ზონაა, სადაც რუსული პოლკები და ბრიგადები ინახავენ საბრძოლო მასალას, საწვავს და მარაგებს. ეს ის ადგილია, სადაც რუსები აგროვებენ თავიანთ ჯარებს შეტევების წინ, ნაცრისფერ ზონაში და მის მიღმა. და ხშირად აქაა თავდაცვა ყველაზე სუსტი და მათი ჯარები და ტექნიკა ყველაზე დაუცველი. უკრაინის ბოლო წარმატებები რუსული სააერო თავდაცვის განადგურებაში შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მირაჟები მგეგმავ ბომბებს ფრონტზე ბევრად უფრო ადრე აგდებენ ვიდრე F-16-ები. ალბათ ხარვეზებია. თუ უკრაინის ომის უახლესი ანალიზი გჭირდებათ, სწორ ადგილას ხართ. გამოიწერეთ მილიტარი შოუ უახლესი ამბებისა და ანალიზებისთვის უკრაინის ომზე, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა ცხელწებტილებზე. მირაჟის ჩამოსაშვები მგეგმავი ბომბების შემოღება მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის მთავარ უპირატესობას ფრონტის ხაზზე ბოლო 1-2 წელიწადში. მგეგმავი ბომბები, ქაბები, ასევე ცნობილი როგორც ფაბის მგეგმავი ბომბები, არის რუსული მართვადი საავიაციო ბომბები, რომლებიც გარდაქმნიან არამართვად საბჭოთა პერიოდის FAB ბომბებს ზუსტი დამიზნების იარაღებად, ერთიანი გლაიდ და კორექციის მოდულის, ანუ UMPK-ის გამოყენებით. მგეგმავი კომპლექტები ამატებენ ფრთებსა და დამიზნების სისტემებს, GPS, ლაზერული, ინფრაწითელი, რაც ბომბებს ათეულობით მილის დაფარვის საშუალებას აძლევს. ამან რუსულ ავიაციას საშუალება მისცა დაერტყა უკრაინული ხაზების სიღრმეში, ამავე დროს მინიმუმამდე შეემცირებინა საჰაერო თავდაცვის სისტემებთან კონტაქტი. რუსეთის ფაბები ჩვეულებრივ უფრო დიდ და დამანგრეველია ვიდრე AASM ჰამერები ან GBU-39-ები. FAB 250, ყველაზე პატარა, 250 კილოგრამიანი ანუ 550 ფუნტიანი ბომბია.
ასევე არის FAB 1500, რომელსაც აქვს 1488 ფუნტი, ანუ 675 კილოგრამი ასაფეთქებელი და ფრენის მანძილი 30-45 მილს შეადგენს. თავარი ბოსია FAB 3000, რომელსაც უფრო დიდი საბრძოლო ქობინი აქვს, თუმცა ფრენის მანძილი იგივეა 30-40 მილი, მისი დიდი წონისა და აეროდინამიკური წინაღობის გამო. ბოლოდროინდელად რუსეთმა ახალი მგეგმავი ბომბი UMP-B5R წარმოადგინა. მას აქვს 550 ფუნტიანი საბრძოლო ტვირთი და 125 მილამდე მანძილის დაფარვა შეუძლია ჩინური SW800 Pro-Wide რეაქტიული ძრავის წყალობით. ეხლა რუსეთი აქტიურად იყენებს თავის მგეგმავ ბომბებს გამაგრებული პოზიციების დასანგრევად, ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად და სამოქალაქო მოსახლეობის დასაშინებლად. ქალაქებში, როგორიცაა მირნოგრადი და კოსტიანტინივკა, მთელი უბნები ნანგრევებად იქცა. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ 2022 წელს რუსეთის ჯარების შეტრის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში 41,000-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, ძირითადად FAB-ქაბის ტიპის ჩამოაგდო და მათი შეტევა არ წყდება. 2026 წლის იანვარში რუსეთმა 5717 მგეგმავი ბომბი გამოიყენა, რაც 2025 წლის დეკემბერზე 26%-ით მეტია. ომის განმავლობაში ბომბების ჩამოგდების რეკორდი 2025 წლის 17 ოქტომბერს დაფიქსირდა, როცა 268 მგეგმავი ბომბი ჩამოაგდეს. ეს რეკორდი 27 თებერვალს გადალახეს, როცა რუსეთმა ერთ დღეში 328 მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა. ეხლა F-16-ის და ეხლა უკვე მირაჟის მიერ ჩამოგდებული მგეგმავი ბომბების წყალობით რუსეთი დაკავებულია ერთი რთული სიმართლის აღმოჩენით. მგეგმავი ბომბების ჩამოგდება რთულია, თუმცა მათი წარმოება იაფია. რუსული FAB-ები 20,000-13,000 დოლარი ხის. დაბალი ღირებულება არაეკონომიურს ხდის ძვირადღირებული მართვადი რაკეტების გამოყენებას მათი ჩამოსაგდებად. უკრაინამ ეს სისტემები FAB-ების ჩამოსაგდებად გამოიყენა. 2025 წლის სექტემბერ-ნოემბერს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ დაახლოებით 100 მგეგმავი ბომბი გაანადგურა. მაგრამ უკრაინას არ აქვს ისეთი ბიუჯეტი, რომ გაამართლოს რაკეტების გამოყენება, რომლებიც ათეულობით ან ასეულობით ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ის მგეგმავი ბომბები, რომელთა ჩამოსაგდებადაც იხენებენ. თუნდაც ჰქონდეს, ესეთი რაკეტები გლობალურად საკმარისი არ არის, რომ გამოყენება გამართდეს. განსაკუთრებით, როცა FAB-ები თვეში 1000-ობით ცვივა და შენელება არ ჩანს. ამიტომ უკრაინა კონცენტრირებულია მათ წყაროს განადგურებაზე. მათ დაიწყეს რუსული ბომბდამშენების, განსაკუთრებით Su-34-ების ჩამოგდება, რომლებსაც FAB-ები გადააქვთ, სანამ ტვირთს ჩამოაგდებდნენ. უკრაინული შორმანძილზე მოქმედი დრონები FAB-ის ბომბების საცავებსა და საწარმოებს რუსეთში უტევენ, რაც მომარაგებას არღვევს. უკრაინა და ნატო ცდიან ანტიმგეგმავი ბომბის დრონებს, როგორიცაა ფრანგული DWS-1, რომელიც შექმნილია CAB-ების ფრენისას გასანადგურებლად. ამჟამად რუსეთი ინდუსტრიულად აწარმოებს მოდერნიზებულ FAB-ებს, ხოლო საცავებში ასობით 1000 საბჭოთა პერიოდის კომპლექტია. რუსეთმა განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლომდე გეგმავი ბომბების UMP-ქეებით მოდერნიზაციას ცლიურად 120,000-მდე გაზრდის. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად დაარღვია ეს გრაფიკი უკრაინის თავდასხმებმა FAB-ების საწარმოებზე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი თვეში 33,500 მგეგმავ ბომბს აწარმოებს. კაბები სერიულად იწარმოება და მრავალ ფრონტზეა განლაგებული. უკრაინას ამ დრომდე არ ჰქონდა იარაღი, რომლითაც რუსეთის ლოგისტიკასა და ფრონტისპირა ქალაქებს ასეთი ზიანი მიეყენებინა. საინტერესოა, გამოიყენებს უკრაინა მგეგმავ ბომბებს ისე როგორც ხვები, თუ ისევ ინოვაციურ გზებს მოძებნის რუსების დასასწრებად. უკრაინამ ორი მთავარი დაბრკოლება უნდა გადალახოს, რომ მირაჟსა და F-16-ის ბომბები რუსეთის ანალოგებს გაუტოლდეს, ან გადააჭარბოს. უკრაინის მთავარი დაბრკოლებაა მისი შეზღუდული მირაჟებისა და ნაწილობრივ F-16-ების ფლოტი. რუსეთ FAB-ების ჩამოსაგდებად 4 თვითმფრინავი აქვს. Sukhoi Su-34 გამანადგურებელ ბომბდამშენი, Tupolev Tu-22 M3 შორმანძილზე მოქმედი ბომბდამშენი, Sukhoi Su-24 მოიერიშე თვითმფრინავი და MiG-31 გადამჯერი. მათ ყავთ დაახლოებით 130 Su-34 60, Tu-22 M3, 250 Su-24 და მხოლოდ 20 მოწამეთი სპეციალიზებული MiG-31. რომელსაც შეუძლია მძიმე შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო მასალის გადატანა.
შედარებისთვის, უკრაინას მხოლოდ რამდენიმე ათეული F-16 და მირაჟი აქვს. უკრაინამ 2025 წელს მიიღო 3 მირაჟი. ერთ-ერთი ტექნიკური პრობლემის გამო დაკარგა. კიდევ 2 კი 2026 წელს მიეწოდება, რადგან ისინი 4,5 თაობის და სორაფალმდე ახლდება. ჯერ უცნობია, რამდენს და როდის მიაწვიან. შეზღუდული რაოდენობა მათ ტაქტიკაზე მოქმედებს. რადგან უკრაინას ცოტა თვითმფრინავი აქვს და მნიშვნელოვანი თავდაცვითი როლი აკისრია, გასაგებია, რატომ არ რისკავს მათ ფრონტზე. AASM Hammer-ის შედარებით მცირე მანძილი ნიშნავს, რომ თვითმფრინავები რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების წინაშე ექცევიან ყოველ ჯერზე, როცა ფრონტის ხაზს უახლოვდებიან ბომბების გასაშვებად. თუმცა, როცა უკრაინის ავიაპარკი გაიზრდება და რუსეთის ფრონტისპირა საჰაერო თავდაცვა დასუსტდება, ეს პრობლემა უნდა შემცირდეს. მეორე პრობლემის გადაჭრა უკრაინისთვის უფრო რთული იქნება. მოიპოვოს იმდენი მგეგმავი ბომბი, რომ ცვლილება შეძლოს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე საფრანის AASM Hammer-ის წარმოება ინდუსტრიულ მონაცემებში სიმბოლურად ფასდებოდა. წლიური წარმოება დაახლოებით 200-დან 250 ერთეულამდე იყო. ეს ნიშნავს, რომ 2007 წლიდან მოყოლებული მაქსიმალური საერთო მარაგი 3000-დან 4000-მდე ერთეულს შეადგენდა. ეს ნაკლებია, ვიდრე რუსეთის თვიური FAB ბომბების წარმოება ამჟამად. 2022 წლიდან წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინის ომის მოთხოვნებების, საფრანგეთისა და ნატოს თავდაცვის პოლიტიკის ცვლილებებისა და საფრანის მიერ საწარმოო სინძლავრეებში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების, მათ შორის მონლუსონის ქარხნის მოდერნიზაციის გამო. საფრანმა 2023-ში დაახლოებით 500 ჰამერი, 2024-ში 830, 2025-ში კი 1000-ზე მეტი აწარმოა. 2024 წელს საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობას უკრაინისთვის ყოველწლიურად 600 AASM Hammer-ის მიწოდება დაავალა. თავდაპირველად დახმარება ფრანგული სამხედრო მარაგებიდან იარაღის სასწრაფო გადაცემას გულისხმობდა. 2024 და 2025 წლებში წარმოების ზრდამ შესაძლებელი გახადა უკრაინისთვის ახალი ბომბების უწყვეტი მიწოდება და ფრანგული მარაგების შევსება, თუმცა ეს მაინც საკმარისი არ არის. ეს 600 ბომბი წელიწადში რუსეთის წარმოების მიზნებზე 200-ჯერ ნაკლებია. ამ ტემპით ძნელია დაინახო, როგორ მოახდენს უკრაინის მგეგმავი ბომბები ისეთივე გამანადგურებელ ეფექტს, როგორიც რუსეთის FAB-ებს აქვთ. მსგავსი ამბავია GBU-39B-ებთანაც შეიძლება უკრაინის მირაჟები გადაიწყოს, რომ ეს ბომბები F-16-ებთან ერთად ატარონ. და თეორიულად ისინი ბევრად უფრო ხელმისაწვდომია უკრაინისთვის მიწოდებისთვის. აშთში საჰაერო ძალები გეგმავს 24000 GBU-39B SDB-ის შეძენას, აქედან 17000-ზე მეტი 2005 წლიდან უკვე დამზადებულია. 2026 წლისთვის ბოინგი ყოველწლიურად აწარმოებს 2500 ბომბს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა მინიმალურ წლიურ მაჩვენებელს, რომელიც 750 შეადგენდა. Lototis კონტრაქტის 6.9 მილიარდი დოლარი ფარგლებში წარმოების ზრდა მოსალოდნელი 2035 წლამდე. თუმცა უკრაინა არა ერთადერთი, ვისაც სასწრაფოდ ჭირდება GBU-39B ბომბები. 2025 წლის მაისში აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა 1400 GBU-39B ბომბის პოლონეთისთვის მიყიდვა, რაც ნატოს აღმოსავლეთ თავდაცვას აძლიერებს. 180 მილიონი დოლარის შეთანხმებაში შედის ლოგისტიკური მხარდაჭერა, წვრთნები და სასწავლო საბრძოლო მასალები. წინა კონტრაქტებში შედის 500 ერთეულის გაყიდვა, მაროკოსთვის 86 მილიონ დოლარად და 400 ერთეულის გაყიდვა რუმინეთისთვის 84 მილიონ დოლარად, რაც ამ ბომბის საერთაშორისო პოპულარობასა და ინტეგრაციის მოქნილობას ადასტურებს. დაახლოებით 47800 დოლარად ეს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და მრავალმხრივი საბრძოლო მასალაა თავის კლასში. მაგრამ ეხლა როგორც სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღის სისტემებთან, მაგალითად Patriot PAC-3-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებთან დაკავშირებით, უკრაინას საკმაოდ სერიოზული კონკურენცია ჰყავს GBU-39B-ებზე, ისრაელი. PAC-3-ების მსგავსად, უკრაინა ქვედა პოზიციაზეა GBU-39B-ების მიღების რიგში. განსაკუთრებით აშშ-სა და ისრაელის კონფლიქტის შემდეგ ირანთან დაპირისპირების ფონზე. 2025 წლის თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 2166 GBU-39B-ის გაყიდვა ისრაელისთვის 6.75 მილიარდი დოლარის იარაღის პაკეტის ფარგლებში. ეხლა 2026 წლის მარტში ახლო აღმოსავლეთი ცეცხლშია გახვეული. ბოინგმა ისრაელთან 289 მილიონ დოლარად გააფორმა კონტრაქტი, რომლითაც მიაწოდებს 5000-მდე GBU-39B ბომბს
თითო 47800 დოლარად. ეხლა მიწოდება მხოლოდ 36 თვეშია მოსალოდნელი, რაც ან მარაგების სიმცირეს, ან სხვა მიზნებისთვის განკუთვნას ნიშნავს. მტკიცებულება არ არსებობს, რომ აშთშ-ს ან ისრაელს GBU-39 ბომბები გამოუყენებიათ ირანის დაბომბებში, თუმცა ამ ბომბების გაღების გაყიდვა და სხვა შეიარაღების მასობრივი ხარჯვა აჩვენებს, რომ მათი გამოყენება მხოლოდ დროის საკითხია. როგორც PAC-3 ტიპის რაკეტების შემთხვევაში, აშშ-მ ირანიდან შემოსული რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ 3 დღეში მეტი გამოიყენა, ვიდრე უკრაინას მიაწოდა. 2022 წლიდან ნაკლებად სავარაუდოა უკრაინა ელოდოს, რომ გეგმავ ბომბებთან მიმართებით აშშ-მ მის ინტერესებს ისრაელისაზე წინ დააყენებს. შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტა იყოს ის, რომ უკრაინამ თავად შეიმუშაოს და აწარმოოს მგეგმავი ბომბები. ომში ინოვაციების დანერგვა ბევრ სფეროში მოახერხა, ამიტომ სისულელე იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ეს არ მოხდება. ეხლა უნდა დაველოდოთ, როგორ გადალახავს უკრაინა ამ პრობლემას და რას შეცვლის მგეგმავი ბომბების მცირე რაოდენობა. რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს და შეგატყობინებთ ყველაფერს, ასე რომ გამოიწერეთ არხი, რომ არაფერი გამოგრჩეთ. ამასობაში Mirage 2000-ები და AASM ჰამერები ერთადერთი დახმარება არ არის, რაც საფრანგეთმა უკრაინას გაუწია. ნახეთ ვიდეო სხვა დახმარებებზე. მადლობა ყურებისთვის.